ლევანდოჩი ხოძას გაუძღვებით მე დავით ხადაგიანი და გიორგი სანადირაძე მოგესალმებით გიორგი მადლობა რომ დღეს ერთად გიწევთ ამ საინტერესო მატჩის წაყვანა და იმედია გაამართლებ ჩვენ მოედინებს ეს Play Fortress უკან დასახევი გზა აღარაა ხო მოჭრილია ხოლო და ხოლო გამარჯვება ჭირდება ტომსონი სამიანიებში სხვათა შორის სწორედ ბესიკ ლეჟავას ხელმძღვანელობით თამაშობდა ბესიკ ლეჟავა რომელიც გახდა ლიბერტის თავარი მწვრთნელი ცირე ფავორიტადაც კი ითვლებოდა წყვილის თუმცა საპლეიოფო დაპირისპირებების მთელი ხიბლი ის არის რომ არავინ მნიშვნელობა არ აქვს როგორ დამთავრდა ხო რეგულარულ სეზონში თამაშები აჯარიმდნენ Black Fortress-ის კალათბურთელები და სამი საჯარი მოწყორცნა პირველი გამოიყენა აველესმა აღნიშნოთ ხო ის უშეულო ატმოსფერო ჩიკ თავაზობს Black Fortress-ის ხელმძღვანელობა ზოგადად კლუბი Randall shows რომელიც მატჩის დასაწყისში იყო იქნება შესვენებაზე და ასევე იქნება მატჩის დასრულების შემდეგ წარმოგიდგენთ კომპანია Spectra. Არცეს შეტევა გავიდა ეს დაფარება სმითისგან შოკის მომგვრელი სტარტია შეიძლება ითქვას გარკვეულწილად Black Fortress-ისთვის და პირიქით ძალიან უმახიანი დასაწყისი ლიბერტისთვის. ერთი საჯარი მოჩავარდა ხოთ მეორე შემთხვევაში მეორე ზუსტი აღნიშნეთ წინა მატჩის დროსაც კარგია სმითი და თვეში იმდენად საპირისპირო შედეგებს აჩვენებს შეტევაში და ცოტა არ იყოს გასაკვირია ეს ყველაფერი. აი კიდევ ერთი დაფარება შემოგთავაზა რაც იმის დასტურად რაც აღნიშნეთ და ისევ არ ჩავარდა ამ შეტევაში ნახოთ ტომსონი ეს გუჩი აგდეთ სამაგიერო 17-0 მეგობრებო ანგარიში რა ხდება რაღაცა უნდა შეცვალონ ახლა აქ იქნება ორი საჯარი მოსროლა და მოდი ესე შევხედოთ ხო ანგარიშად რა ხდება და თითქმის გავიდა ნახევარი Fortress-ი გაცილებით ასე თქვა შემართული უნდა გამოსულიყო რამე თუ როგორც აღნიშნეთ სერიაში ჩამორჩენა აქვს რა ვიცი ხდება საპირისპირო ჩავარდა კვარცხავა იწყებს თავისი გუნდის შეტევას ნებისმიერ სპორტის სახეობაში უჩვეულო ჩვენს არიცი ლიდერობა უნდა იკისროს აიყოლიოს გუნდი რაღაც გააკეთოს აი ეს შეიძლება რაღაც მუხტი გამოდგეს ერთგვარი სიმონსის ეს ეფექტური გდება ხო აი ცოტა ხასიათზე უნდა მოვიდნენ აქტორი აი ესეც უფრო აქ ეხა აზრი ვიდრე რაღაც მშვიდწღარ ორქულას ხო სადღაცას უნდა წავიდეს ეს ჯონსონის კიდევ ორი ქულა საიმონსი სიცელიანი ვიდა ვეჩალდო მოხსნა და სმითის +1 Black Fortress-ის შეტევას ჭიდროდ ეთამაშებიან აი აქ კი მაისურაძე დარჩა ფარქვეშ და ორი საჯარი მოსროლა ტომსონი დარიგებებს აგლებს ტომსონს ორი ჩავდა გამოვიდა და ძალიან შორიდან გაუშვა ტომსონმა მოხსნეს გასაგები იყო ეს ტომსონაც რატომ შესრულდა დრო იწურებოდა და აქ ჯონსონს კარგი ჩაგდება სამწამლიანში საიმონსი და აბაის ტყოსნა ნახოთ არც ეს ვარდება სმითმა მოხსნა და კიდევ ერთი +1 25-8 2 წუთი 45 წამი პერიოდის დასრულებამდე არ ვარდება მილერი ჩაგდო პრესისა სანერვულო ელოდებად შეიძლება ეჩაგდო დაამატა ჯონსონი თუმცა მანამდე ჩაითვალა ანუ კვარცხავას ორი ქულა კი ბატონო 27-11 საიმონსი ეთამაშება ტომსონს და შემდეგ აღიმართა მის წინ სმითი მაგრამ ტომსონმა კარგი შესვლა უნდა ჩავარდეს ასეც არის ბოლო წუთნახევარია უფრო ნაკლები მეოთხედის დასრულებამდე რაც უფრო მეტი ფორით გავლენ მით უკეთეს მცირე შესვენებაზე Atotacii, nici am așa spre Leo, care tu le-am dat partnerul meu satana de duelul de scarida.
გამარცხდა კიდეც ფორტრესი. ნახოთ დღეს როგორ იქნება ეს ამბავი. პირველი ჩააგდო მაისურაძე. მეორეც მეინორი პოზიციური შეტევა. გააგდებინეს რუთი ტომსონს, თუმცა ლევაზიშვილს მივიდა და ვოილეს დაუფარეს ჯარიმის ხარჯზე. აიმონსისთვის ეს არის პირველი. ხო. მეორე ზუსტი ბატა. აფსიაური კлау. ჯარიმა. ანიშნეს ორი წორსა. ოკნერ სმიტი. ალაფელი. სმიტი შევიდა ლაუშვადა მორიგო პლუს 1-მდე ცოტა დააკადა. თუმცა ორი საჯარიმო იქნება და თუ ორივეს გამოიყენებს, შემცირდება 12 გოლს კлау. დაისტორა მიზანი, ჩააგდო პირველი სმიტმა. მეორეც თუმცა დიდაც ანერვიულიც არ აქვს ჯერჯერობით. ხო, ნუ ეგეც არის ეხა აგვისტო. 20 და ეს ბუკი გრიგოლ შოკოლად შაკრევას შულმა იყო ჩავა. ახტება ბოლო მაისურაძე არა კიდე დაიკარგა. ეს როგორი ბრძოლა და საბოლოო ფაზა იყო შეგევის. დასკვნითი მესამე და მეორე. აფსიაური აუ მოვიწია რანგრით მიაქვა პასი. ეგეთი ბუგება. აუ კარგი დაფარება საიმონსი მშვენიერი იყო გაგრძელება, მაგრამ დაასწრეს აფსიაურს და ვინ დაასწრო უელესმა და 3 წარიელი პარკი. ჯონსონი იყო ჩაღობს შემდეგ მარცხავა ისევ ჯონსონი და უგოხიამ დაამატა. გურჯაანის დელტა კი გათამაშების ლიდერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდთან საკუთარ მოედანზე მატჩი რაც ძალიან რთული მომენტი არის და არადა დელტა წინა წლებში ბოლო წლები რო ავიღოთ ყოველთვის მოწინავე პოზიციებისთვის ირიდება. დელტას მინუსი ის იყო რომ პირველ წრეში 10-დან 10 მატჩი წააგო, პირველ წრეს 10-ვე შეხვედრა და შემდეგ ამის გამოსწორებს პოტენციალიც ეტყობოდა და ძალიან ბევრი მატჩი ისე წააგო რომ აი არ წასაგებით ამასები. ხო, აი რაღაც 1/4 რომ ჩაუვარდება და წააგო. ხო, ლიგოთი რა თქმა უნდა. ლევი გაუშვა შორეული. აი ეცაგან ბასი. არავინ ეხსნებოდა, იყურებოდა, ბოლომდე გადაწყვიტა გაუშვა ჩააგდო. ტომპსონის და ამჯერად საიმონსის პაიქრობა ორი სროლა ცდილობაზე დაჯარიმდნენ. დაჯარიმდა ფიქსელიანი. საიმონსი თავად არც ესვარდება და აისურაძე ისთვის არის აბატონი. ფიქსელიანი ამოვიდა, მიიღო ბუთი და თავად შეუძლეს. აღუარდება ისე ფიქსელიანი კიდევ ერთხელ აწია ჯონსონმა დაუფარა ისე 13 ხო? მესამე შანსი და ბოლო ჯარიმა და საჯარიმოებს შეასრულებს მე-7 ნომერი ბლეკ ფორტრესისა. ჩააგდო გაახარა გულშემატკივრები 37-30. და მეორეც ესე მორ ჯარიმა პირველი ჩავარდა. აფსიაურის მეორე შანსი, მეორეც გამოიყენა. სუაკეთ ბევრი ტომპსონს და აღარ გამოდის ის რაც გამოსდიოდა. რა ხდება ბურთივის აიმონსიც ვერ ყოჩაღობს, მაინდა-მაინც შევიდა, აი ხალხი 29-35 და
შეესვენება ლიბერტის ლიბერტის შეტევა იქნება, ტომპსონი გადადის მეტოქს ნახევარზე. კიდე ისვრის ვითომ? ვიცი რატო არ ისვრის რა. ეს ჩააგდო. აფციაური ბურთით. გაუშვა, ჩასვა აფციაურმა, ბრავო! სამიანი და როგორი საჭირო ამავდროულად რომ რაც შეიძლება ნაკლები დეფიციტით, ქულათა დეფიციტით სხვაობით გავიდეს იქ შესვენებაზე. შეიძლება ლიდერის ამგვარშიც გავიდეს. მილერი მოპარა ბურთი და ჩააგდო. შენი სიტყვები მართლდება გონი. მილერი და ერთი ტრიბუნებზე საყოველთაო დიდი ასე ვთქვათ ემოცია მოწყდა ტრიბუნებს ამ წუთებში. რა გაქცევა გააკეთა ეხლა ბებერეკ ფორტრესმა. ჩასვა ესე 43-41. თითქოს უიმედო მდგომარეობა, მაგრამ ნულას უკაცრავა და ჩასვა რეინორმა მეორე. გაიყვას რა თქმა უნდა ბოლომდე დროს აქ. აფციაური გახედა ფარსაც და მაყურებლებო, კალათბურთის გულშემატკივრებო, ვინც გვიან შემოგვიერთდა, მათ საყურადღებოდ ვიტყვი, რომ თქვენ მიადევნებთ უკვე თვალს და ერთად მიადევნებთ თვალს საქართველოს საკალათბურთო A-ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრას. ეს გახდა განმეორებითი მატჩი ამ გუნდებს შორის. პირველი მეოთხედის შემდეგ ნევადი ფიქრობდა ადამიანს, რომ ასეთი ანგარიში იქნებოდა ტაბლოზე დაფიქსირებული, რამე თუ 14 გულიანი სხვავით 25 მოიგო ბლეკ-ფოლო. ორი ქულით დაიწყო ბლეკ ფორტრესმა და პირველი საჯარიმო გამოიყენა ჯონსონმა. ნახოთ მეორე როგორი იქნება. მეორე ზუსტია. საკონცერტო ნომრებით, ასე რომ ვინც ესწრება გოლანდოს შეხვედრას ჯორდა ჯონსონი და წამოვიდა აქეთ უკვე ლიბერტის შეტევაში. გოგოხია კვარცხავა ელესი შევიდა კარგად და ჩააგდო. მეორე წელია ძალიან სიმპათიური ბურთი. აბა პროტეს შეტევა სმიტი დაუფარეს, მაგრამ ითვლება ალბათ ეს ბურთი თუ ჯარიმა. არა, ჩაითვალა ბურთი. ბატონო. ხო, ამავალი კატეგორია. ეს რა იყო? და რითი უპასუხებს რა კარგი რამე კეთდებოდა, მაგრამ სმიტმა ვერ გაიმეორა. ტომსონი ლერი საშუალო არვარდება სმიტი ბატონობს. აიწიათ ვერ ჩავდა. პლუს 1 არ გამოვიდა. ძალიან კარგია, ამაზე და ეფექტურია. ბრავო. სმიტი ასრულებს ორ საჯარიმო ყოფნას. პირველი ჩააგდო. კვარცხავა მჭიდროდ ახლოს ითამაშება. ფირცხელიანი ჩვენება არისროლა, აი ახლა შეუტევს, შეუტია და შედეგი ანალაც. ოილესი შევიდა, ჩააგდო. 47-52 ვაშეკიძე ეთამაშება აფციაურს და ჯარიმასაც ღებულობს. საიმონს ბლოკზე ამოვიდა ფირცხელიანი. საიმონს თავად შეუტევს, რანაირა დააციო აქედან თითქოს ყველაფერი კარგად გააკეთა. ჩააგდო. თვითონ შევიდა. და დაცვაში ითამაშა ძალიან კარგად. ანჯელო მოხსნა და კარგი პასით გაუშვა. ტომსონის სამიანი ვარდება და ისევ ანჯელო გავა წინ. აბა ანჯელო და ჩააგდო. კვარცხავა ბურთით. აი სურათი ეთამაშებოდა აქ. ძირითადად ნეგატივია მის თამაში.
საიმონს რასაკეთებ ერთად ორი ქულით გავიდა წინ. ნახოთ, პლუს ტომპსონს აკიდა ჯარიმა ჩასვა ესეთ საიმონსმა დაიკარგა ბურთი საიმონსი არბის რატომ იყო დაწმუნებული. ოილესი ავა შეუტევს კი ბატონო და როგორც იქნა შეტევაში სულხანიშვილი, ჯონსონი, ტომსონი ვერცით. ავა შეუტევს რა თქმა უნდა და ჩააგდებს აუშე სამიანი ვერ ჩააგდო მაგრამ მაისურაძეს ჩაუვარდა ბუთიკაში და აფსიაური დაიძრა სამწაულში პრემიურადაც ბრავო ორი ორკულიანი დაგვამახსოვრა თავი და იმის შემდეგ რაღაც ახლა გაბრაზებული წავიდა ფარზე და აჰა ეს კლეჟავა იგებს რა დააშავა კიდევ ერთი საინტერესო კადრი. კი ბატონო NBA-ში მიღებული ხო სმიტი ჯონსონის დუეტი შორიდან. როგორი პასუხი აიო რა კარგი შესვლა და ესეც ჩაიკლება აფსიაურის ორი კულა ავტონი არგაბედა შორიდან ხორცნა მაინც ისვრის იცი? ხო ან საშუალოს გაუშვებს და ჩააგდებს არაფერი აქვს. სულხანიშვილმა უნდა აიღოს ქულები აქ და ასეც არის საიმონსი სულხანიშვილი ეთამაშება. ჩააგდო ესეც და პლუს 1 ვინიც ის იქნებ გადამწყვეტიც იყო ეს აბა საიმონს ჩააგდო ტომპსონი და დაუხატა გადაცემა ბრალი ასია დაფიქსირებული ეხლა დაფიქსირდა რომ აითო წითელი ტომპსონი ჩააგდო 7.2 წამი ჯარიმა პირველი ჩააგდო ალკუნა ნერვებმა აფსიაურს პირველი მოათავსა და მინიმუმ იმის გარანტია დატოვა რომ ლიბერტის შეტევა რომ გამოვიდეს და აქ უკვე გონი წერტილია დასმული თუ რაღაც სასწაული არ მოხდა